თია წულუკიანმა ნოტარიატის რეფორმაზე მუშაობა ნოტარიუსთა პალატის წევრებთან ერთად დაიწყო. Ამასთან დაკავშირებით დღეს ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა პალატის წევრებს შეხვდა და მათ დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. ინიციატივა ნებისმიერი ქალაქისა და რაიონის მოსახლეობისათვის სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. დღეს ჩვენ განვიხილავთ იმას თუ როგორ უნდა შევცვალოთ ნოტარიატის სახე და წარდგეთ საზოგადოების და მოქალაქის წინაშე ახალი სახით, ახალი ლოგოთი, ახალი ფერებით და ახალი ბრენდირებით იმისთვის, რომ ნოტარიუსის სანოტარო ბიურო იყოს შორიდანაც ყველასთვის მიმზიდველი და შესამჩნევი. ჩვენი მხრიდან იქნება დაახლოებით სატარიფო პოლიტიკა ახალი, დისციპლინარული პოლიტიკა ახალი, აგრეთვე ის, რომ ტერიტორიული პრინციპი, რომელიც გარკვეულწილად აღმოჩნდა დღესდღეობით, რომ არის მოუწესრიგებელი, უნდა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა, ლიმიტირებული რაოდენობა ნოტარიუსების და ასე შემდეგ.